მოგესალმებით, მე გუგა ვარ და დღეს Honor-ის ახალ ბიუჯეტურ smartphones განვიხილავთ, რომელიც არის X8C. Როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სამ განსხვავებულ ფერში, უკანა მხარეს შევხვდებით ორ კამერას, ხოლო წინა მხარეს საკმაოდ დიდ 6.7 ინჩიან AMOLED ეკრანს 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. Smartphone-ის ფასიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი საკმაოდ კაშკაშა ეკრანი, რომლის პიკური განათებაც 2800 ნიტს შეადგენს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ გადანათებულ პირობებშიც შეგვიძლია ყველაფერი დავინახოთ საკმაოდ გარჩევით. ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ smartphone-ის chipset, სადაც გამოყენებულია Snapdragon 685, რომელიც გახლავთ 6 ნანომეტრიანი. ამ chipset-ზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ არის საკმაოდ ენერგოეფექტური და ისეთ ყოველდღიურ და მარტივ დავალებებს, როგორც არის თუნდაც სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება და ცოტ-ცოტა თამაში, მაგ ყველაფერში პრობლემას ნამდვილად არ შეგექმნით. რაც შეეხება კამერებს, ჯამში გვაქვს ორი კამერა, პირველი მთავარი ეგრეთ წოდებული wide, რომელიც არის 108 მეგაპიქსელიანი, ხოლო მეორე 5 მეგაპიქსელიანი ულტრა განიერი ფოტოებისთვის. ვიდეოს გადაღება კი ამ მოდელს Full HD, ანუ 1080p 30 კადრი წამში შეუძლია. Honor-ის ამ მოდელში შევხვდებით 5000 mAh ელემენტს, რომელსაც 35 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა აქვს. ამ ელემენტზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ საშუალო გამოყენებით ერთი დღე თავისუფლად გაგიძლებთ. რაც შეეხება მეხსიერებას, ეს smartphone გამოდის ორი განსხვავებული კომპლექტაციით. პირველს აქვს 128 GB, მეორეს 256 GB. ხოლო რაც შეეხება ოპერატიულს, ორივე მოდელში შევხვდებით 8 GB ოპერატიულ მეხსიერებას. რაც შეეხება smartphone-ის დანარჩენ შესაძლებლობებს, უნდა ვახსენოთ ის, რომ არ გვაქვს eSIM-ის მხარდაჭერა და ასევე 5G-ის მხარდაჭერა. სამაგიეროდ გვაქვს ეგრეთ წოდებული fingerprint-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თითის დახმარებით შეგვიძლია smartphone-ის გამბლოკვა. ეს ჩაშენებული არის მარჯვენა მხარეს დაბლოკვის ხილაკში. ამასთან ერთად აქვს IP64 დაცვა, რაც smartphones წყლის წვეთებისგან იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მაგალითად გარეთ წვიმიან ამინდში გავიდეთ ისე, რომ smartphones პრობლემა არ შეექმნას. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სისტემაში, კონკრეტულად Magic OS 9 ვერსიაში ჩაშენებული გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ერთი საკმაოდ საინტერესო ფუნქცია, რომლის დახმარებითაც უკვე გადაღებულ ფოტოზე გალერეიდან შეგვიძლია კონკრეტული ობიექტების ამოშლა. დღეისათვის სულ ეს იყო. ამ smartphone-ებზე დამატებითი ინფორმაციის და ფასის ნახვას შეძლებთ მულზე, რომელიც ამ ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დროებით!